პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპი დაიბადა სავსე მთვარეობის დღეს. მზე და მთვარე აქვს საპირისპირო ნიშნებში, მზე ტყუპებში, ხოლო მთვარე მშვილდოსანში. რაც უკვე საკმაოდ სერიოზულ ინფორმაციას გვაძლევს იმის თაობაზე, რომ კი, ტრამპი ტყუპია ზოდიაქოს ნიშნით, მაგრამ არ არის ტიპიური ტყუპი. მეგობრებო, ტიპიური ტყუპი არ არის ასეთი აქტიური, არ არის ასეთი დომინანტური ხასიათის და არ არის ასეთი მიზანდასახული, როგორც ტრამპია. ეს იდეოლოგიზმი, ეს ოპტიმიზმი, ყველაფერი ახასიათებს მთვარე მშვილდოსანს. შესაბამისად, ის თავისი მთვარის თვისებებს უფრო მეტად ავლენს, ვიდრე მზის. სავსე მთვარეობას დაბადება ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს უამრავი შინაგანი კონფლიქტები. მზე, რომელიც არის ცნობიერი და მთვარე, რომელიც არის არცნობიერი, ამ შემთხვევაში არის დაპირისპირებული ერთმანეთთან. უდიდეს ენერგეტიკულ პოტენციალს იძლევა ასეთი ადამიანები არიან გაუჩერებლები, ვინც სავსე მთვარეობას დაიბადა და დააკომენტარეთ, ვინც იცით თქვენი პირადი რუკა და თუ არ იცით პირადი რუკა, ცდილობლად შეადგინეთ, თუ გნებავთ ჩვენს გვაქვს პირადი რუკის ანალიზის სერვისი და AstroGuru page-ზე მოგწერეთ პირადი რუკის ანალიზზე და კონსულტაციაზე. თუ თქვენც დაბადებული ხართ სავსე მთვარეობას, დაწერეთ რამდენად გრძნობთ ამ სავსე მთვარეობის გავლენას.